მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით ლაცაბიძე და ეს არის ჩემი მე-12 ვიდეო. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ისეთ სიტუაციაზე, როგორიც არის ტრამვა, როდესაც ტყეში ვიმყოფებით ან ისეთ ადგილზე, სადაც ახლოს არ არის, ასე ვთქვათ, სამედიცინო პუნქტი ან დასახლებული პუნქტი. ჩვენ თუ მივიღეთ ტრამვა, პირობითად ფეხის მოტეხვა იქნება დღეს ამ ვიდეოს თემა. თუ მოვიტეხეთ ფეხი და გვჭირდება დახმარება. ზოგადად ფეხს როცა მოვიტეხთ, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია გადაადგილება და ასე ვთქვათ ძალიან კრიტიკული სიტუაცია იქმნება რა. მოკლედ ამ ადგილზე კი გავჩერდი მე, მაგრამ ეს ადგილი არ მაწყობს, იმიტომ არ მაწყობს, რომ მე პრაქტიკულად ვერ გაჩვენებთ რა უნდა გავაკეთოთ რა. ძალიან კარგი ადგილია, ლამაზი ადგილია. აი ესე შემოდის პატარა ბილიკი და აქედან და იქიდან აქვს დინარის ნაკადები. მაგრამ მე ვიმოძრავებ ახლა, იმიტომ რომ პრაქტიკულად მინდა გაჩვენოთ რა უნდა გააკეთოთ რა და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში. მოკლედ, პირველი რასაც გეტყვით, ეს არის რომ არასდროს პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. მესმის ძალიან ძლიერი ტკივილი აქვს მოტეხილობას და ძალიან გაუსაძლისია, ასე ვთქვათ, მსგავსი სიტუაცია, მაგრამ პანიკა არის დამღუპველი რა. არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში და ვეცადოთ რომ დავმშვიდეთ, იმიტომ რომ სიმშვიდით, ასე ვთქვათ, გავიმარტივებთ საქმეს და უფრო მეტი შანსი გვექნება, რომ ადეკვატური გონებით შევაფასოთ სიტუაცია, ჩვენი საკუთარი თავი და გადავდგათ უკვე სწორი ნაბიჯები რა. მე მაქსიმალურად ვეცდები დაგეხმაროთ ახლა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ, თუ აღმოჩნდებით ესეთ სიტუაციაში. აი ეს ადგილი, მეგობრებო, იყო წყლით სავსე. აქ ბავშვობაში ჩამოვდიოდი ხოლმე და ვბანაობდი. ძალიან კაი ადგილი იყო, გვსიამოვნებდა ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ დაშრა და დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქვებია და ასე ვთქვათ, მეჩხერი ადგილია რა. ახლა მოვსეირნობდი რა, სხვა გზიდან წამოვედი და ჩემ გაკეთებულ ნიშნებს მოვადექი. აქ წერია SOS, ანუ დახმარების ნიშანი, წინა ვიდეოში რაც გაჩვენეთ. აი, შენარჩუნებულია საკმაოდ კარგად. ესე იგი არავინ არ ყოფილა რა. ეს 3 ცალი ცეცხლის კერა, 1, 2 და 3. ყველაფერი კარგად არის. აი მეგობრებო, როგორ არის ტოტები შერჩენილი რა, მოტეხილი ტოტები ზედ. აი აქ ჩვენ რო ბანაკი გავაკეთოთ პირობითად. უნდა ავიხედოთ ყოველთვის ზევით რა. შეიძლება ჩამოვარდეს და დაგვეცეს. დამთავრდება ყველაფერი ძალიან ცუდად. ამიტომ შევამოწმოთ ხოლმე სადაც ბანაკდებით ზედა მხარეც რა, მარტო ქვედა მხარე არ არის საკმარისი. აი თუ შეამჩნევთ, აი აქ კოდალა ეძებს საჭმელს. მოკლედ მეგობრებო, ახლა გადავალ მე უშუალოდ თემაზე და დავიწყებ საუბარს იმ თემასთან დაკავშირებით, რაც გითხარით, ანუ მოტეხილობასთან დაკავშირებით. წინა ვიდეო მე რაც გადავიღე, ის მინიშნებები და ასე შემდეგ, ის ვიდეოც აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ აი ზუსტად აი ასეთ სიტუაციაში დაგვეხმარება ის მინიშნებები რა. ეხლა მე თავიდან აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ წინა ვიდეოში უკვე გავაკეთე და შეგიძლიათ ნახოთ რა. ძალიან საინტერესოა ის ვიდეოც და აუცილებლად ნახეთ. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბროთ მოტეხილობაზე. ასევე როგორ უნდა ავირიდოთ აი ასეთი შემთხვევა თავიდან და თუ მოხდა ისე, რომ მაინც აღმოჩნდით ესეთ სიტუაციაში და ასე ვთქვათ, მაინც მივიღეთ ტრამვა, როგორ უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ასე ვთქვათ, უფრო ძალიან ცუდ და კრიტიკულ სიტუაციაში არ ჩავარდეთ რა. გეტყვით რამოდენიმე ხრიქს, გასწავლით და ასევე მოგაწვდით ძალიან საინტერესო ინფორმაციას. პირველს რასაც გეტყვით, ეს არის არასდროს რთული გზა არ უნდა ავირჩიოთ სამოძრაოდ. ვეცადოთ თუ რა თქმა უნდა არჩევანი გვაქვს, ავირჩიოთ ყოველთვის მარტივი გზა. აი ხა სადაც მე დავდივარ, აი ეს სამანქანო გზა, ასე ვთქვათ, მანქანები ჩამოდიან ხოლმე აქეთ. აქეთ უკვე ბილიკისავით არის რა. ხო და აი უყურეთ რას ვიძახი. აი იქ ხა. აი ესეთ გზაზე რო ვიაროთ რა, რაღაცა კლდოვან გზაზე და ასეთ გზაზე. არჩევანი რო გქონდეს,
ამ ორი ვარიანტის რა. ეხლა ხო არ დავიწყებ იქით სიარულს, იმიტომ რომ უფრო მეც საფრთხე შეიცავს რა, შეიძლება წყალში ჩავარდე, ან თუნდაც ფეხი ამიცურდეს, იმიტომ რომ ხავსიანია და მოტეხილობაც მივიღო რა. ამიტომ ყოველთვის საერთიეთ უსაფრთხო გზა. თუ არის ესეთი სიტუაცია, რომ უსაფრთხო გზა არ არის და მაინც და მაინც გვიწევს, ასე ვთქვათ, დაუცველ გზაზე, სადაც შესაძლებელია რომ მოტეხილობაც მივიღოთ და სხვა მრავალი ტრამვა, ასეთ შემთხვევაში უკვე წინასწარ გათვალისწინებული უნდა გქონდეთ და გააზრებული, რომ შესაძლებელია დაშავდეთ და თუ დაშავდით, პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ რა. ერთი ფაქტის შესახებ მინდა გითხრათ, რომელიც ერთ-ერთ მოლაშქრეს მოუვიდა. მას რამოდენიმე წამით თვალებში დაუბნელ და უეცრად, ფეხი დაუწდა და ჩავარდა კლდოვან ადგილზე. რა მომენტშიც მან ფეხი მოიტეხა და რამოდენიმე დღე აი ასე მოტეხილი ფეხით მოუწია ტყეში დარჩენა. მას სამწუხაროდ ტელეფონი თან არ ქონია წაღებული, ცოტა დიდი ხნის ამბავია ეს. ასე ვთქვათ, ვერ მიაწვდინა დროულად ხმა ვერავის და მოუწია ძალიან რთული სიტუაციის გავლა. საბედნიეროდ იპოვეს ის ადამიანი და გადაარჩინეს. ისო მოლაშქრემა იპოვეს, მოლაშქრემა დაინახეს შავი ცეცხლის კვამლი. წინა ვიდეოში რაც გაჩვენეთ და რაც გითხარით, აი ზუსტად მსგავსი შავი ცეცხლის კვამლი დაინახეს და მიხვდნენ ახლა ტყეში შავი ცეცხლის კვამს როცა ხედავ, ეს არის მინიშნება იმის, რომ დახმარება სჭირდება ადამიანს რა. რომ დაინახეს, მივიდნენ და დაეხმარნენ რა. მოგod უკვე რამოდენიმე დღე იყო გასული. საბედნიეროდ ახლა წყლის მოპოვება შეძლო და ასე ვთქვათ სასიცოცხლოდ რაც სჭირდებოდა ყველაფერი მოიპოვა და გადარჩა რა. ეხლა გეტყვით როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ასეთ შემთხვევაში თუ აღმოუჩნდებით რა. ნუ ერთადერთი წეღა რაც გითხარით, ყველაზე მთავარი არის ეგ რა. არასწორი მოძრაობა და არასწორი ადგილის შერჩევა სამოძრაოდ ძირითადად იწვევს ჩვენს დაზიანებას და ჩვენს ასე ვთქვათ რთულ სიტუაციაში ჩავარდნას რა. ამიტომ მოერიდეთ ყოველთვის რთულ გზას. სხვა დანარჩენი ხა თუ რამე დაგვეცა და ასე ვთქვათ ბუნებრივად მოხდა ყველაფერი და ჩვენი ბრალი არ არის, პირობითად შეიძლება ტოტი მოწყდეს, დაგვეცეს, თუ მთლიანად დაგვეცა, ხო ძალიან ცუდი, თუ ფეხზე დაგვეცა, მოგტეხავს ფეხს რა. ხო და აი ეს ორი ძირითადი ის არის რა, ფაქტორი, გამომწვევი ფაქტორი რა. რთული გზა და ასე ვთქვათ რაღაცა ბუნებრივი პირობებისგან წარმოქმნილი რა. შეიძლება მეწყერში მოყვეს ადამიანი, ან ზვავში მოყვეს, ან რამე მსგავსი. ამიტომ დაზღვეულები რომ არ ვართ არაფრისგან, განსაკუთრებით ბუნებაში, უნდა გქონდეს საჭირო ინფორმაცია, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში რა. თუ მოგწყდა ფეხი, ან თუნდაც ხელი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ფეხი უარესია, იმიტომ რომ ფეხით გადავაადგილდებით და ფეხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებაში. ერთ ხელთან შეგვიძლია რაღაცა გავაკეთოთ, ან წყალი დავლიოთ, ან საჭმელი მივირთვათ, ან ასე შემდეგ. და ფეხი თუ მოგწყდა კიდე, ვერც გადავაადგილდებით და ვერც მივალთ დასახლებულ პუნქტამდე, რომ რამე იყოს რა, ერთ ადგილზე მოგვიწევს გაჩერება. ესე იგი, პირველი რაც არის, აუცილებლად უნდა შევაფასოთ მოტეხილობა. მრავალი მოტეხილობა არსებობს, შეიძლება ორგან გქონდეს, სამგან ან ერთგან გადამტვრეული ძვალი რა. ან შეიძლება უბრალოდ ბზარი იყოს, ნაღრძობს რასაც იძახიან, ორივეს, ნაღრძობსაც და მოტეხილობასაც უნდა სათანადოდ ყურადღების მიქცევა. რას უნდა მივაქციოთ ახლა ყურადღება რა? თუ არის ნაღრძობი არ ჩანს რა. ძირითადად შიგნიდან იცის ხოლმე გაბზარვა ძვალის, მაგრამ ამასაც საკმაოდ ძლიერი ტკივილი აქვს და მიხვდება ადამიანი, რომ რაღაცა კარგად ვერ არის რა. ამიტომ მაინც რეკომენდაცია იქნება, რომ გაითვალისწინოთ რჩევები, რასაც გეტყვით. ხო და თუ არის ისეთი სიტუაცია, რომ ღია მოტეხილობა, ანუ კანიდან არის გამოსული ძვალი, რაც ძალიან ხშირია, ძლიერი მოტეხილობის დროს, პირველ რიგში უნდა შევაჩეროთ სისხლდენა რა. როდესაც ძვალი არის კანიდან გამოსული, რა თქმა უნდა, მას სისხლიც გამოყვება და სისხლდენაც იქნება. ამიტომ პირველ რიგში უნდა შევაჩეროთ სისხლდენა. თუ სამედიცინო ლახტი არ გვექნება, გააჩნია სად მოიტეხა ადამიანმა ფეხი. თუ წვივთან მოიტეხა, ნუ არ აქვს მნიშვნელობა ერთ სიტყვით, ბარძახზე უნდა გაკეთდეს რაიმე, თუნდაც აი შეგვიძლია ეს თასმები მოვიხსნათ და ძალიან ძლიერად გადავიჭიროთ და შევიკრათ, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ნაკლები სისხლი წავიდეს ფეხში. მაგრამ ეს დიდი ხანი არ უნდა გაგრძელდეს რა. უნდა მოიხსნას ხოლმე თასმაც და ასე ვთქვათ ის სამედიცინო ლახტი, რომ
ფეხსაც სისხლი მიეწოდოს, იმიტომ რომ ფეხის მოკვეთა არ გახდეს საჭირო რა. არასდროს არ გადაწყვიტოთ რომ ადგეთ და რაღაცა მოძრაობა დაიწყოთ, ან იფიქროთ ის რომ გახვალთ და ვინმეს ნახავთ და დაგეხმარებათ რა. ეს უარესად გაგირთულებთ საქმეს და ჩაგაგდებთ უფრო რთულ სიტუაციაში, შეიძლება ისეთი ტკივილი წარმოიქმნას, რომ გონებაც დაკარგოთ რა. ამიტომ ეცადეთ ერთ ადგილზე გაჩერდეთ, ჩამოჯდეთ და გადადგათ სწორი ნაბიჯები რა, ოღონდ ფიზიკურად არა. გონებრივად და ასე ვთქვათ, დაეხმაროთ თქვენ თავს იმაში, რომ გადარჩეთ რა. თუ სპეციალური აღჭურვილობა არ გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ ტყის რესურსები, ტოტები და ასე შემდეგ რა. ზოგადად ეხა სალაშქროთ როცა მიდის ადამიანი ან ესე გადის რამოდენიმე საათით ან დღით ქალაქიდან, ითვალისწინებს ხოლმე წონას, ზურგჩანთის წონას, იმიტომ რომ თითოეულ გრამსაც მნიშვნელობა აქვს ასეთ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, რაღაც მოტეხილობისთვის საჭირო ნივთებს ვერ წავიღებთ რა. კი ადამიანი იაზრებს იმას, რომ შესაძლებელია ფეხიც მოტყდეს და სხვა ძალიან ცუდ სიტუაციებში აღმოჩნდეს, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები მხოლოდ აი ესეთი ზომის, ფორმის და ღონის ადამიანები ვართ, ამიტომ ჩვენ ზურგჩანთის წონას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ძალიან დიდ მანძილზე, როცა გადაადგილდება ადამიანი რა. ამიტომ ითვალისწინებთ თითოეულ გრამს. კარგი იქნება, როდესაც ასეთ სიტუაციაში ვიქნებით და ძალიან ძლიერი ტკივილი გვექნება, ფეხი ავწიოთ ზევით რა, დროებით. ეს შეგვიმსუბუქებს ტკივილს და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შვებას მოგვანიჭებს რა. ცივისაგნებიც კარგია ასეთ დროს, სადაც მოტეხილობა გვაქვს, დავიდოთ ცივისაგანი. თუ თოვლიან ადგილზე ვიქნებით, თოვლიც კარგია, რომ ასე ვთქვათ, შევიზილოთ და იმ ადგილის გაყინვა მოვახდინოთ. ძალიან შეგვიმსუბუქებს ტკივილს და აი ქვებიც რა. ოღონდ მზიან ადგილზე ქვები არ გამოგვადგება, იმიტომ რომ ქვათ ბება და აი ჭრდილში ზოგადად ცივია ხოლმე ქვა, შეგვიძლია ავიღოთ და დავიდოთ ხოლმე რა. ძალიან კარგია ტკივილი შესამსუბუქებლად. ტკივილგამაყუჩებელი თუ გვექნება, რა თქმა უნდა დავლიოთ, მაგრამ თუ არ გვექნება ტკივილგამაყუჩებელი, აი ეს ორი საშუალება არის ძალიან კარგი. მოკლედ ეხლა მე გესაუბრებით უშუალოდ კრიტიკულ სიტუაციაზე. თუ იმყოფებით შორს დასახლებიდან და სამედიცინო პუნქტიდან, აი ასეთ სიტუაციაზე გესაუბრებით. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ. აი ორი ადამიანი დგას ეხლა მთის წვერზე და იმათ ვაკვირდები რა. უბრალოდ აქედან ვერ დაინახავთ ეხლა. აი მთის წვერზე დგას ორი ადამიანი, არ ვიცი. როგორ ჩანს აი ალბათ შეყვარებულები არიან, უყურებენ იქიდან ტკბებიან ხედებით. ხო, ესე იგი გადავიდეთ ისევ თემაზე. მეგობრებო, ეს არის პატარა ავსტრალია, მართლა გეუბნებით, ანუ აი ჩემს უკან და წინ ორივე ადგილი არის პატარა ავსტრალია. აქ შავი ქვრივიც არის შხამიანიობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შხამიანია. გიურზაც არის, ბევრი შხამიანი გველია და რავი, ცხოველებიც რა, ტურაც არის, ტყისკატაც არის, კურდღელიც არის და ბევრი რაღაცა გავრცელებული რა. შხამიანი არსებებიც არიან და ასევე ცხოველებიც რა. ხო და აი ესე ერთი ვიდეო მქონდა მე გადაღებული, უბრალოდ ვერ დავდე რა. აი ესე ქვაზე რო ჩამოვჯექი ზუსტად ვიდეოში საუბრის დროს ქვაზე ჩამოვჯექი და უბრალოდ მე რო ავდექი ეს ქვა გადავატრიალე ინტერესის გამო რა, შავქრივზე მინდოდა ვიდეოს გადაღება. ინტერესის გამო ავდექი და რო გადავატრიალე ქვა, აი ქვის ქვეშ იყო ზუსტად შავი ქვრივი რა. ხო და აი ეს არის პატარა ავსტრალია. ძალიან მიყვარს ეს ადგილი და ძალიან კარგი ადგილია რა. ამ ადგილიდან მე ძალიან საინტერესო ვიდეოებს გეგმავ და აუცილებლად შემოგთავაზებთ რა. ხო და თუ გინდათ რომ იხილოთ აი ეს საინტერესო ვიდეოები, უნდა გამოიწეროთ არხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მართლა ჩემთვის და ძალიან მახარებს ეს ყველაფერი რა. 2000 გამომწერზე ავედი და ძალიან დიდი მადლობა ყველას ამისთვის. რაღაცა პატარა საჩუქარიც მაქვს გამზადებული, დიდი განსაკუთრებული არაფერი არ არის, ორი ცალი ჰუდია, რომელიც მზადდება. ერთი ჰუდი გადაეცემა ჩემს ერთ-ერთ გამომწერს, მინდა რომ გადავცე და ერთი ჰუდი კიდე გათამაშდება სხვაზე რენდომად და გადაეცემა ანუ ორ გამომწერს გადაეცემა რა. ერთს გადაეცემა ისეთ ადამიანს, რომელიც ასე ვთქვათ პირველივე ვიდეოდან მომყვება მე, ხოლო მეორე გადაეცემა უშუალოდ რენდომად გამოვლენილს რა.
ეს იქნება ჩემი მადლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც აფასებს ჩემს ამ შრომას და ჩემს ამ მიმართულებას რა. მეც რა თქმა უნდა დაგიფასებთ რა. ეს ხუდია, წინაზე კიდე რაღაცები გავათამაშე, მაგრამ ძალიან კარგი ნივთები იქნება ეტაპობრივად გათამაშდება და გადმოგეცემათ ყველას, ვინც ჩემს გვერდით ხართ და მართლა მაფასებთ და თითოეულ კომენტარს მიწერთ რა. ვინც ახალი ხართ კიდე გამოიწერეთ არხი და თქვენს ძალიან კარგი ვიდეოები გელოდებათ და ძალიან კარგი საჩუქრებიც რა. მოკლედ დაუბრუნდეთ ახლა ვიდეოს თემას. როდესაც მოტეხილობა გვექნება, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება ჩვენი მოძრაობა რა, გადაადგილება. კი, ვთქვი რომ არ უნდა გადავაადგილდეთ, მაგრამ არ უნდა გადავაადგილდეთ მოტეხილი ფეხით. ანუ რას ნიშნავს ეს რა? როდესაც წამოდგებით, ასე თავისუფლად ჯერ არ უნდა წამოდგეთ და არ უნდა დაიწყოთ მოძრაობა რა, განსაკუთრებით მოტეხილი ფეხით. შესაძლებელია თავდაპირველად ავდგეთ, მაგრამ ცალი ფეხით დავიწყოთ ხტუნვა რა. ასკინკილას რო ეძახიან ხოლმე, აი მასე. კი, მეორე ფეხი რა თქმა უნდა გვეტკინება, მაგრამ ისეთი ზეწოლა არ წავა, როგორიც ასე ვთქვათ ნაბიჯების გადადგმის დროს. ეს ხტუნაობა პირველად დაგვეხმარება იმაში, რომ თუნდაც რაიმე ჯოხი ვნახოთ რა. გრძელი ჯოხი, რომელიც ჩვენი ფეხის ზომის იქნება. ორი ცალი და ასევე რაიმე მატერია თუ იქნება ჩვენი ან თასმა, ან კიდევ შესაძლებელია ტყეში ძალიან ბევრი ისეთი მცენარეა, რაც ასე ვთქვათ დრეკადია და იმის საშუალებით მოვახდენთ გადაჭერას რა. აი ხა გაჩვენებთ ზუსტად როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ და როგორ დავაფიქსიროთ ფეხი, რომ არ იმოძრაოს და ასე ვთქვათ შეგვიმსუბუქოს ტკივილიც რა. აი ერთი ასეთი ტოტი შეგვიძლია გამოვიყენოთ. ესე იგი, აი ესეთი ტოტი რა, ფეხის ზომაზე მოვირგებთ დაახლოებით ასე. აი ასე. ჯობია ასე, ხო? კი. ასე. და გადავტეხავთ ჯანსაღი ფეხით. ეს ადვილად ტყდება ხოლმე. ასე. საკმარისია რა. ერთი და მეორე, ეს უფრო სწორია მგონი. ხო? კი. მეორე ასე. ეს ზედმეტები მოვაშოროთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. და დავიფიქსირებთ ასე რა, აი ასეთ ფორმაში ფეხს. ვნახოთ. ეხლა ძებნა რო აღარ დავიწყო. ამიტომ გამოვიყენებ თასმას. ფეხსაცმელი ყველას გვეცმევა. მაგრამ ძალიან ბევრია ტყეში ისეთი მცენარე, თუნდაც იმას რო ეძახიან, რა ქვია, ტირიფს რო ეძახიან, მდინარეებთან არის ხოლმე ეგეთი ხე და მრავალი ხეა, რომელსაც აქვს დრეკადი ტოტები რა. და შეგვიძლია გამოვიყენოთ ის. ასეთ სიტუაციაში რო ვიქნებით, დამიჯერეთ ყველანაირად ეცდებით, რომ გაიკეთოთ აი ასეთი ფეხის ფიქსაცია ყველანაირი რესურსით რა. რა თქმა უნდა, ეხლა თასმაც გექნებათ, მაგრამ თუ რაღაც თასმის გამოყენება არ გინდათ, შეგეძლებათ უკვე გამოიყენოთ ტყის რესურსი. მაგრამ მარტივია თასმა. აი ესე ორივე ადგილს დავაფიქსირებთ. აი ასე. კარგად. ეს ახლა იმ ხელა არის თასმა, რომ შეგვიძლია ორივე ადგილზე ზევითაც და ქვევითაც ერთი თასმა გამოვიყენოთ რა. თან ეს დაგვეხმარება იმაში, რომ სისხლდენაც რაღაცა პროცენტით ასე ვთქვათ შეამციროს თუ არის ღია ჭრილობა მოტეხვის დროს რა. ასე. ბინტიც მაქვს ახლა მე ჩანთაში, მაგრამ იმ ბინტს არ გავაფუჭებ ამისთვის რა. ბინტითაც შესაძლებელია, რომ გააკეთოთ რა. იმიტომ რომ ფეხსაცმელი დაგჭირდებათ ასეთ სიტუაციაში. მაგრამ ასეც შეძლებთ გადაადგილებას, არ იქნება პრობლემა. ეს როგორ არის გასაჭირი მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებ თუ რაღაცა როა ნათქვამი. ამიტომ ყველანაირად
ისე გააკეთებთ, რომ ოჰო, აი, საერთოდ ვეღარ ვამოძრავებ ფეხს. აჰა. ასე. ასე, აი. всё, დაფიქსირდა ფეხი რა. აი, ხა ამ ტოტს მე კიდე წამოსადგომად გამოვიყენებ, რომ აი ასე მეგობრებო, დაფიქსირდება და მეორე, აი ესეთი ტოტი დაგჭირდება იმაში, რომ ასე ვთქვათ, ზეწოლა არ წავიდეს ამ ფეხზე რა. ეს ფეხი რო ფიქსირდება, კარგია იმისთვის, რომ სადაც მოტეხილი გვექნება, იმან არ იმოძრაოს რა. ხო და ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ნაკლებად იმოძრაოს იმან, იმიტომ რომ აი ხა ფიზიკურად ფეხს ვერ ვხრი. არის გაშეშებული ერთ ადგილზე რა. ხო და გადაადგილებითაც აი შეგვიძლია რაღაცა ცოტა გრძელი ტოტი ვნახოთ და ისე გადავაადგილდეთ რა, რომ მეორე ფეხზე, ასე ვთქვათ, ზეწოლა არ წავიდეს რა. შვენიერი რაღაცა. აი ასე და საერთოდ არ მიდის ახლა ზეწოლა. აი ამ ყველაფერს რო გააკეთებთ და ფეხს დაიფიქსირებთ. თუ ხართ ძალიან შორს დასახლებიდან. შემდეგი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, ეს არის თავშესაფრის აშენება რა. თავშესაფარიც დაგჭირდებათ იმაში, რომ თუ დაგაღამდებათ, ასე ვთქვათ, მოისვენოთ იმ ადგილზე რა. თავშესაფრისთვისაც უნდა შეარჩიოთ სწორი ადგილი. კარგი ადგილი უფრო სწორედ რა. სადაც ნაკლები იქნება შანსი, რომ ქარის ნიავი მოგხვდეთ და სიცივეში მოგიწიოთ ყოფნა რა. თუნდაც წვიმის წვეთებისგან იყოთ დაცული და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს ფიქსაცია. როდესაც მოიტეხთ ფეხს, პირველ რიგში უნდა დავაფიქსიროთ ერთ ადგილზე ფეხი, რომ არ იმოძრაოს და მე რაღაცა უფრო კრიტიკული შედეგი არ გამოიწვიოს რა. რო დააფიქსირებთ ფეხს, მესმის ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გააკეთოთ თავშესაფარი, რომ თუ რაღაცა მოხდა და დღის განმავლობაში ვერ გააღწიეთ იმ ადგილიდან, გაათენოთ ღამე იმ თავშესაფარში რა. თავშესაფრის გაკეთებასაც მე გაჩვენებთ, როგორ უნდა გავაკეთოთ, სწრაფად და მარტივად რა. რაღაცა ასე ვთქვათ, მიწის ამოთხრა რო არ დაგჭირდეს და ძალიან დიდი დროის დაკარგვა, მარტივად და კოხტად და ლამაზად რომ დავამზადოთ კარგი თავშესაფარი. მერე შეშამოვიძიოთ ცოტ-ცოტა და დაველოდოთ სამაშველო სამსახურს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ რაც არის, ის მინიშნებები, რაც გასწავლეთ, ეგეც, როდესაც თავშესაფრის გაკეთებას დაიწყებთ, სულ ელემენტარული, რაც არის, ცეცხლი უნდა დაანთოთ და გავუშვათ ყვამლი. ელემენტარული და ეხლა სოსნიშანი და ის შეიძლება საერთოდ არ გააკეთოთ, მაგრამ ცეცხლი მაინც უნდა დაანთოთ და ეცადოთ შავი ყვამლი გავუშვათ დღის განმავლობაში და ღამე არ აქვს მნიშვნელობა. აი მეგობრებო, ესეთი რაღაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ტყეში, ტყის რესურსი ნიშნავს ამას. ანუ თუ თასმა არ გვექნება ან რაიმე მატერია, ну, რა თქმა უნდა, გვექნება, შეგვიძლია შარვალი გავხიოთ მაგ დროს ან რაღაცა და გადავიჭიროთ ძალიან ბევრი რო არ ვიმოძრაოთ რა. მაგრამ აი უყურეთ როგორი რაღაცა, უბრალოდ მე ამას ახლა არ გავაფუჭებ რა. ამის კანი ცოტა სქელი რა, აი ამის კანი მაგალითად. ნელ-ნელა რო ავათალოთ, აი ესე რა, ნელ-ნელა უყურეთ, აი ნახე როგორი რაღაცა გამოდის. აი ესეთი რაღაცა რა. ნელ-ნელა რო ავათალოთ, თუმცა ცოტა სქლად რა. ავათალოთ და ავყვეთ ბოლომდე რა. რა თქმა უნდა, ეს არ გაფუჭდება და არ გახმება ამისგან, მაგრამ ცუდია მაინც. უბრალოდ რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში რო ვიქნებით და სხვა გზა არ გვექნება, ჯობია აი ესე გავაკეთოთ რა. არ გახმება, არ გაფუჭდება, მაგრამ ასე ვთქვათ, მაინც ვაზიანებთ რა, გინდა არ გინდა. მაგრამ როცა გჭირდება, სხვა გზა არ აგვაქვს რა. უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, არ უნდა მოუჭრათ აი ესეთი ჯანსაღი და კარგი ხეები რა. ეს ნელ-ნელა გაიზრდება და ეს არის ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამას შეუძლია დედამიწაზე ზოგადად ჩვენ რო ვარსებობთ, ამის დამსახურებაა რა. ხო და
ხანდახან ეხა თუ აღმოჩნდით ეგეთ სიტუაციებში, ხანდახან შეგვიძლია რომ აი ესე გამოვიყენოთ მისი ქერქი, კანი, ასე ვთქვათ, რომ გადავიჭიროთ იმ დაფიქსირებულ ფეხზე და მოვახდინოთ ჩვენი ფეხის ფიქსაცია რა, მოტეხილი ფეხის ფიქსაცია რა. აი ამის დახმარებით. შეიძლება ასევე ვნახოთ ახალი მოტეხილი ხე რა, რომელიც ნედლია. ნედლი კარგია, იმიტომ რომ დრეკადია და ასე ვთქვათ არ დაიფშნება რა. რამოდენიმე მეტრში შეგიძლიათ ნახოთ ან ახალი წაქცეული ხე, ან ტოტი და ტოტს აათალოთ თავის ქერქი, ნედლი ქერქი და გამოიყენოთ ის დასაფიქსირებლად რა. ესეც კარგი ვარიანტია. მაგრამ თუ დიდი მოძრაობა არ გინდათ და რაღაცა ძალიან არ დატვირთოთ ფეხი, ან ძალიან გტკივათ, ასე ვთქვათ, მოტეხილი ფეხი, შეგიძლიათ თქვენი ნაჭერი გამოიყენოთ, თუნდაც შარვლის, ტანსაცმლის, ან კიდევ პირველადი დახმარება თუ გაქვთ, ბინტი გექნებათ. თუ არა და ყველაზე კარგი ვარიანტი, რა თქმა უნდა, თასმა. სულ არაფერი მოტეხილი ფეხიდან, ეხა მაინც რა გინდათ ის ფეხსაცმელი, ხო? შეგიძლიათ ის ფეხსაცმელი საერთოდ გაიხადოთ, თან დასიებული გექნებათ და ჯობია გაიხადოთ, რომ უფრო არ აკტკივდეთ. რო გაიხდით ის თასმაც გამოიყენოთ რა. გაუფრთხილდით თავს აუცილებლად და ყველაფერი იქნება კარგად. სანამ ესეთი შემთხვევები მოგვივა, ჯობია წინასწარ ჭკუით მოვიქცეთ რა. ასევე მეგობრებო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო და დამიწეროთ კომენტარი გამოცდილების შესახებ, რა თქმა უნდა, მე ყოველ ვიდეოში ვეკითხები ხოლმე ჩემს მაყურებელს თუ რამე გამოცდილება ქონიათ რა. ან მოტეხილობა, ან რაიმე ექსტრემალური სიტუაცია ძალიან მაინტერესებს ხოლმე მათი ისტორიები რა. თუ რამე შემთხვევა ქონიათ, დამიწერეთ ხოლმე, ვისაუბროთ, არ იქნება პრობლემა, მე განვიხილავ ხოლმე თვითეულ შემთხვევას, რა თქმა უნდა, განვიხილავ ხოლმე. ძალიან მახარებს ეს ყველაფერი მე, ძალიან სიამოვნებს. აი ესე გამოსვლა ბუნებაში, ტყეში, ნახევარ უდაბნოში, პატარა ავსტრალიაში და ასე შემდეგ რა. როგორც შეგპირდით, ძალიან მაგარი ვიდეოები გელოდება წინ რა. უბრალოდ არ ვიძახი ხა წინასწარ. სეზონიც მოდის უკვე, თბილი სეზონი და მოკლედ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ეს ყველაფერი რა. გამარჯობა. ორი სიტყვით რო გითხრათ ამ ადგილის შესახებ, შეგიძლიათ? რა სიტყვით როგორ გძნობ თავს და რა პირობებში გიწევთ ცხოვრება? გაცრავად. რატომ გარბი ხართ?